ისნის რაიონის ახალი გამგებელი ყავს რაიონის მერის ახალგაზრდული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თორნიკე ხუციშვილი უხელმძღვანელებს მანამ თანამდებობაზე თემურ გრიგალაშვილი შეცვალა ახალი გამგებელი მოსახლეობას თბილისის მერმა წარუდგინა და დავალებებიც მისცა. გიგი უგულავამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტის პარალელში მელაანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მერია თბილისის 10 რაიონში გზების რეაბილიტაციას რამდენიმე წელიწადში დაასრულებს. საზოგადოებას ვთავაზობ იმ კონკრეტულ რაიონში, როგორც ახალგაზრდული, რომელსაც მარტო ეს ფუნქცია არ უნდა ქონდეს, რომ ხედა გადაბელე და იქ მილია გაფუჭებული. რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს, მაგრამ ამის პარალელურად უნდა იყოს ყველა იმ ადამიანის დაცვა, რომელიც უფლება შეიღება. აქ არის თქვა, ვიღაცა სამსახურიდან უკანონოდ გააგდებენ, სამწუხაროდ ეხლა საჯარო სამსახურიდან ბევრ სათავის უფლებენ აბსოლუტურად უკანონოდ. ვიღაცას სახადოსთან აქვს პრობლემა, ვიღაცას თუნდაც მერიასთან და მერიის სამსახურებთან ყველა დაჩაგრული სისტემისგან სულ ერთია ეს რომელიც სისტემა იქნება დაჩაგრული ადამიანის უფლების დამცველი უნდა იყოს. იგივე სოციალურად დაუცველთა ბაზიდან სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ეხლა სიმართლე გითხრათ, რატომ არ ვიცი, მაგრამ ამოღებულია. წლების განმავლობაში ამ მოსახლეობას აწუხებს საგზაო საკითხები. ნაწილი გზის მონაკვეთებზე შიდა კომუნიკაციები გამოიცვალა, სადაც არის პრობლემები კიდე, რომელზეც მუშაობდა აუცილებლად გამოცვლით. აქედან რომ გამოდიხარ ქალაქში, ტალახში ვართ სულ. არა გვაქვს ასფალტი. გააკეთონ ეს გზა, კმაყოფილი ვიქნებით.